კი ბატონო, ბექა, მე საზოგადოებას მოვუყევი, რომ სახალხო დამცველობა პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. რა პერსპექტივა აქვს, როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერს, რამდენად არის შანსი, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით რაღაც ტიპის, არ ვიცი, გამონაკლისი ვიხილოთ თუნდაც სასამართლოს ან პროკურატურის მხრიდან? გისმენთ. ანუ ეხა შეიძლება ჩამოვაყალიბე გისმენდი, აბსოლუტური საფუძველია, რომ პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს, იმიტომ რომ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული ეს შეფასებები ემყარება ბრალდების მხარისვე მტკიცებულებებს და ეს არ არის სასამართლოს მეგობრის მხრიდან ინტერპრეტაცია ფაქტების. სხვას ვერაფერს ვერ ნახავთ ამ საქმეში, გარდა იმისა, რაც წეგან წაიგდეთ. და ის, რაც არის საქმეში, არ შეიძლება შეფასდეს კრიმინალურ ქმედებად არც ერთი სტანდარტით. არა თუ ვთქვათ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტი, ბრალდების წარდგენის სტანდარტიც არ არის, იმიტომ რომ პროკურატურის პოზიციით პაატა მანჯგალაძე იყო აქციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი. ჯერ ერთი ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მას შემდეგ რაც სასამართლო განხილვებისას არაერთმა სხვა პირმა, მათ შორის ჩემმა დაცვის ქვეშ ყოფნა სხვა ბრალდებულმა კაფიოდ განაცხადა, რომ ამ ორგანიზებას ჰქონდა ორგანიზატორად დასახელებას ჰქონდა სიმბოლური ხასიათი და არავითარი ფუნქციების, როლების გადანაწილება და ორგანიზებული ქმედებები ამ კომიტეტს არ განახორციელებია არც ერთ ეტაპზე, მაგრამ ეს რო გვერდზე გადავდოთ, სახალხო დამცველი მკაფიოდ ამბობს. თუნდაც აქციის ორგანიზატორებად იქნეს ეს ხალხი მიჩნეულიო, აქციის ორგანიზება თავისთავად კრიმინალურ ქმედებას არ წარმოადგენს. ამ საქმეში არის უпростоრად 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით არსებობს მერიასთან მიმოწერა ბატონი პაატას ბურჩულაძის, რომელიც ატყობინებს, რომ აი ამ და ამ დროს რაღაც აქცია უნდა გაიბართოს, მერიდან რაღაც შესაბამისი ნებართვა მოდის და ასე შემდეგ. ანუ აქციის კრიმინალიზება და აქციის ჩატარების დანაშაულად გამოცხადება ჯერჯერობით ამ რეჟიმის პირობებშიც კი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, პაატა მანჯგალაძის ნაწილში რაიმე კრიმინალური ქმედების ან ინტერპრეტირების, ან დანახვის, ან გაჟღერების საფუძველი არ არსებობს. ეხლა რაც შეეხება მომდევნო ორ ელემენტს, ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებას და ძალადობრივ ქმედებას. ამასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძის ნაწილში არავითარი მტკიცებულების ნასახი არ არსებობს იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ვიდეო ჩანაწერი იქნება, მოწმის ჩვენება იქნება, რაიმე დოკუმენტი იქნება, სადაც მსგავსზე ნაგულისხმევად მაინც ჩავთვლით, რომ აი პაატა მანჯგალაძე რაიმე კავშირში იმყოფება, ესეთი საქმეში არ დევს და რაც საქმეში არ დევს, ის ვერც გაჩნდება ხო არაფრიდან, რაიმე ვერ იშვება. ეხლა რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ანუ და მოახდენს თუ არა ეს შეფასება სასამართლოზე გავლენას. ნუ სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც მე პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდების საქმეებზე მაქვს, უძველი ბუნებრივია არ გამაჩნია. არა იმიტომ, რომ ეს მოსაზრება ვალიდური და წონიანი მტკიცებულება არ არის, პირიქით ძალიან ვალიდურია და ძალიან წონიანია, მაგრამ 4 ოქტომბრის საქმე იქნება თუ სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ჩვენ ვიცით გადაწყვეტილებები როგორ მიიღება. შესაბამისად, მე არ მინდა ეხლა რაღაც ვივარაუდო და მოლოდინები გავაჩინო, რომ აი იცი რა სასამართლო ამ სამართლებრივ პოზიციებზე დაყრდნობით აუცილებლად კანონიერ და კოდექსით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ ეს დასკვნა და მასში გამოთქმული შეფასებები უპირობო საფუძველია, ვინაიდან ის ჭეშმარიტებას ასახავს, პაატა მანჯგალაძის უდანაშაულო ცნობისთვის. და ამაზე უფრო წონიანი და ამაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ადამიანის გასამართლებლად, ამაზე მეტი დამადასტურებელი, იმიტომ რომ ეს შეუტანელი დასკვნაა ბრალდების მასალებს ეყრდნობა და არა ვთქვათ ვიღაცის სუბიექტურ შეხედულებებს. შეუძლებელია ისედაც არსებობდეს და შესაბამისად პაატა მანჯგალაძის თავისუფლება ამ დასკვნის საფუძველზე და საერთოდ ამ დასკვნამდეც, იმიტომ რომ ეხლა პროკურატურაში კომპეტენციის თვალსაზრისით, ესეთი საკმაოდ მომზადებული ხალხი მუშაობს, ხო, იმათაც ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ბრალდება დაუსაბუთებელია. ასევე ხა ამ მოსამართლეს, ვინც იხილავს ამ საქმეს, ჩვენ რაღაც კომპეტენციას უწოდებთ, ესეთი ვითარება არ არის, ძალიან კარგად ესმის საქმის ვითარება და ძალიან კარგად აღიქვამს თითოეული მტკიცებულების როგორც იურიდიულ ძალას,
ისე მიმართებას კონკრეტულ ბრალდებულთან დაკავშირებით და მასაც ძალიან კარგად ესმის, რომ პაატა მანჯგალაძის მიმართ არანაირი საფუძველი გამამყურებელი განაჩენის არ არსებობს და არც იმ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი, რაშიც 4 ოქტომბრიდან მოყოლებული ხემდე არის, ხო? მაგრამ ამ ყველაფერს მიუხედავად მე პროგნოზებისგან თავ შევიკავებ. კი ბატონო.